გორის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარით გაიზარდა. Როგორც დღევანდელ ბიუროს ხდომაზე გახდა ცნობილი 17 მილიონი ლარი გორის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდმა გამოუყო, ხოლო 7 მილიონი ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსულობებით შეივსო. დავით რაზმაძის თქმით, საქართველოს მთავრობისგან გადმორიცხული თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში დაიხარჯება. დღევანდელ ბიუროზე განხილული იქნა 20 საკითხი, რომელიც სხვადასხვა კომისიებს, 5-ვე კომისიას შესაბამისი თემატურის მიხედვით გადაეწერა და კომისიები ვინაიდან სამში დასვენება 4-ში ჩატარდება ერთიანად, სამშაბათ დღეს 5-ვე კომისია ჩატარდება და ეს შესაბამის დასკვნებს დადებენ ის კომისია. 24 მილიონი არის ცვლილება, აქედან 17 მილიონი მთავრობის განკარგულებით გვემატება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და 7 მილიონი ეს არის ჩვენი შემოსულობები, რომელიც გადანაწილდება სხვადასხვა ორგანიზაციებზე და სხვადასხვა მუხლებში.